მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა და მე ახლა თქვენ გაგაცნობთ კვირის არკანის ენერგიას. ჩვენ გავივლით თითოეულ ასპექტს, ეს არის ფინანსები, ჯანმრთელობა, პირადი ურთიერთობები, საერთო ფონი, როგორი გვექნება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გაფრთხილება, თუ რას გვაფრთხილებს სამყარო. რას უნდა გავუფრთხილდეთ, რას უნდა მოუფრთხილდეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. გავიგეთ ხო, ესე იგი მე თქვენ პირველ რიგში გისურვებთ ნაყოფიერ და წარმატებული კვირის დასაწყისს და მოდით ერთად შევაფასოთ ერთი კვირის ტენდენციები. რა გველოდება საინტერესო და მნიშვნელოვანი. მე და თქვენ. აქვე შეგახსენებთ რომ გვერდი მზის ადამიანი, ისევე როგორც YouTube არხი ნინო ლეშავო მხოლოდ და მხოლოდ არის ინფორმაციული ტაროლოგიური საჯარო გაშლების ფორმატით, სხვადასხვა შემეცნებითი პერიოდული პოდკასტებითა და პოსტებით, ხოლო რაც შეეხება მთლიანი მაგიური სამუშაო ასპექტების ნაწილს, საჯარო რიტუალები, პრაქტიკები, ყოველდღიური დღის არკანები, შემეცნებითი მაგიური პოდკასტები და კიდევ მრავალი რამ უბრალოდ არ დაგხლით ჩამოთვლაში, ვისაც გაინტერესებთ. როდესაც შემოხვალთ მზის ადამიანის გვერდზე, ნახავთ პირველივე პოსტს და როდესაც ჩამოშლით, ამ პირველივე პოსტში ყველაფერი წერია დეტალურად, თუ რას ემსახურება. უკვე მესამე წელია ჩემი დახურული ჯგუფი, რომელმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა და მათ შორის ჩემიც, იმიტომ რომ მეც ჩემს მსმენელთან ერთად ვიზრდები, ჩვენ ერთად ვიზრდებით და ეს უკვე ჩემი ერთი დიდი ოჯახია, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი, ანუ მზის კარელი არის გაწევრიანებული. ნებისმიერი თქვენგანის კეთილი, ნამუსიანი და სინდისიანი ფეხი კეთილი იყოს ჩემს დახურულ ჯგუფში. შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოწვევა, გასცეთ კითხვებს პასუხი, შეავსოთ კითხვარი და ჩემი ჯგუფის ადმინისტრატორი აუცილებლად დაგიკავშირდებათ, გაგესაუბრებათ და თუ კი ორმხრივი იქნება ურთიერთობის სურვილი, რა თქმა უნდა შეგიძლიათ გახდეთ სრულფასოვანი ოჯახის წევრი. იქამდე, სადამდეც თქვენი სურვილი გეკნებათ. ძალიან კარგი. დავიწყეთ. მაშასა და მე ჩვენ ახლა ვნახავთ პირველი არკანით, თუ როგორი იქნება ჩვენი კვირის, ამ ერთი კვირის მთავარი ენერგია. მთავარი წამყვანი ენერგია. კეთილი. შემდეგი არკანი ჩვენ გვაჩვენებს, თუ როგორი იქნება ჩვენი ფინანსური ენერგია ამ ერთი კვირის განმავლობაში. კეთილი, ნახოთ როგორი იქნება პარტნიორული ურთიერთობები. როგორ სრიალებს დასდა, ერთი სული აქვს რაღაც გვიამბოს. როგორი იქნება პარტნიორული ურთიერთობები ამ ერთი კვირის განმავლობაში. ნახავთ როგორი იქნება ჩვენი ჯანმრთელობა, თვითშეგრძნება, როგორი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში. ეს ჩვენი ჯანმრთელობა აქვს და რა თქმა უნდა გაფრთხილება. გაფრთხილებაში მოიაზრება ის, თუ რას გვაფრთხილებს სამყარო, რას უნდა გაუფრთხილდეთ, მოუფრთხილდეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ხო? და ესეც ჩვენი გაფრთხილება. გაფრთხილება გადავდოთ გვერდზე. მაშასადამე, დავიწყეთ. ვნახოთ როგორი იქნება ჩვენი ერთი კვირის მდგომარეობა ენერგეტიკულად, როგორ შეფასდება. არკანი კოშკი. მოკლედ, მაისის თვე ესეთი სიურპრიზებით არის სავსე. პრინციპში, როდესაც დახურულ ჯგუფში მთელი თვის ენერგია გავიარეთ, აქაც აჩვენა ეს კონკრეტული არკანი, ანუ არკანი კოშკი. კოშკი, რომელიც ინგრევა.
იცით რა, მე კიდევ ერთი არკანით ვნახავ, იმიტომ რომ ეს შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ თემას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ერთი კვირა იქნება ძალიან ტრანსფორმაციული. ნახოთ, რას ეხება კონკრეტულად კოშკის ენერგია. კოშკი და უფროსი არკანი იეროფანტი, ანუ ქურუმი. ხო, ამ ერთი კვირის განმავლობაში, მოდით ყველაზე ისეთით დავიწყებ, ხო? ცხოვრებისეული მომენტებით, სადაც შეიძლება გარკვეული მსმენელის ოჯახური, ეს შეიძლება იყოს ქორწინება, ეს შეიძლება იყოს გარკვეული ღირებულებები, რომლებსაც თქვათ თქვენი ურთიერთობა, თქვენი ოჯახი, თქვენი ფასეულობა, თქვენი წარმოდგენები იდგა, იმიტომ რომ ქურუმის ქვეშ შეიძლება, რა თქმა უნდა, ოფიციალური ურთიერთობებიც გავიაროთ. ფაქტია, რომ გარკვეული ბერკეტი, ღერძი, ბერკეტი იმდენად არა, რამდენადაც ღერძი, ვთქვათ, რაც გეგონათ ძალიან მყარი, ძალიან სტაბილური, ძალიან ხელშეუხებელი სადღაც ხომ, აღმოჩნდება, რომ ის არც თუ ისეთი ხელშეუხებელია, როგორც თქვენ ამას ფიქრობდით, ხომ? შეიძლება ამდენი წლის განმავლობაში ფიქრობდით ერთი მიმართულებით, მაგრამ უცებ აღმოაჩენთ, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად იშლება და თქვენი კოშკი, ანუ თქვენი ეს ტრანსფორმაცია და კოშკი ყოველთვის ანგრევს ყველაფერს იმას, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ გვაჩერებს და საბოლოო ჯამში გვამყოფებს იმ ენერგიებში, რომელიც ხანდახან ილუზორულია, ტოქსიკურია, მე-15 არკანის ქვეშ, ხო? მე-15 არკანი ყოველთვის ძალიან მაგარი მასწავლებელია და ყოველთვის გვაჩვენებს ჩვენს ჩრდილებს, ჩვენს სისუსტეებს, ის, რასაც ვერ ვერევით, ის, რასაც ვერ ვმართავთ და პირიქით ის გვმართავს, ხო? აი ეს ყველაფერი დაიწყებს რყევას ამ ერთი კვირის განმავლობაში და შეიძლება ეს იყოს საერთოდ, თუ კოლეგები მისმენთ, ეგრეგორული, სისტემური ცვლილება ერთი სისტემიდან მეორე სისტემაში გადასვლა, ხო? სადაც ძველ სისტემაში, ვთქვათ, ამოწურეთ თქვენი თავი და გინდათ რაღაც ახალში გადასვლა, ხო? ფაქტია, რომ რაღაც ძველი, სტაბილური თქვენში იწყებს ნელ-ნელა დაშლას. და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არ არის უმცროსი არკანი, ხო? ეს არის უფროსი არკანი, ეს არის ქურუმი. და მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ არკანის ესე ჩამოშლა ნამდვილად არ იქნება მსუბუქი ენერგიები, უდაოდ არ იქნება. პირველ რიგში იმიტომ არ იქნება, რომ ქურუმი ეს ძალიან ფესგადგმული ენერგიებია, გულისხმობს, საკმაოდ ძლიერია მისი ზეგავლენა ჩვენს ყოველდღიურ უფრო მეტად სულიერ ასპექტებს ვეხებით ამ შემთხვევაში, სხვათა შორის შეიძლება იყოს სამსახურის ცვლილებაც, როდესაც ერთი სისტემა მთავრდება, ერთი რეალობა მთავრდება და გადადიხართ მეორეში. და რეალობა იყო საკმაოდ ძლიერი ზემოქმედება ქონდა ამ ყველაფერს თქვენზე. საკმაოდ ძლიერი ზემოქმედება ქონდა ამ ყველაფერს, ხო? აი კარგი. კვირის ენერგია და ერთი არკანით, მაგრამ მინდა რომ ძალიან საინტერესო ენერგიით დაიწყო. და როდესაც ეს ყველაფერი გაიტანს თავის ტრანსფორმაციულ პროცესებს, რას მიიღებთ ამ ერთი კვირის განმავლობაში კოშკის შემდგომ? კვერთხების დედოფალს მიიღებთ, ფორტუნას ბორბალი გვაქვს. არა, ძალიან საბედისწერო ამბები არის აქ. კვერთხების დედოფალს ნიშნავს, რას ნიშნავს, ხო, კვერთხების დედოფალი? პირველ რიგში იქნებით
ტკივილიანი იქნება ძალიან მძიმე გაგა სადღაც კონკრეტული ადამიანებისთვის გამოსაყვანი იქნება ეს მდგომარეობა, ხო? ამ მდგომარეობიდან საკუთარი თავის გამოყვანა, მაგრამ კვერთხების დედოფალი აჩვენებს, რომ თქვენ იძენთ საკუთარ თავს, საკუთარ ძალას და გამოდიხართ იქიდან ძალიან გაძლიერებული, ძალიან ენერგიული. ანუ თითქოს მიდის რაღაცა ისეთი თქვენი რეალობიდან, სადღაც რაც თქვენს ენერგიას ჭამდა, თქვენზე ზეგავლენა ქონდა, თქვენზე ძლიერად, იმდენად ძლიერად ზემოქმედებდა, რომ არ გაძლებდათ, თქვათ, თავისუფლად სუნთქვის საშუალებას, ხომ? იმიტომ რომ ეს იყო ის, რაზეც თქვენ აღემატებოდათ, თქვენზე მაღლა იდგა, თქვენზე ძლიერი იყო, გულისხმობ, გმართავდათ სადღაც. რაღაცა რაც გმართავდათ, აი ეს ბორკილები, აი ეს კანდალები ჩამოცვივდება და თქვენ გახდებით კვერთხების დედოფალი, ანუ იბრუნებთ საკუთარ ენერგიას და საკუთარ პოტენციალს. ხაცა განთავისუფლება ჩანს ძალიან საინტერესო. კარგით, მოდით ვნახოთ, რა გელოდებათ ფინანსებში, როგორ იქნება ფინანსები ამ ერთი კვირის განმავლობაში. ფინანსებში გვაჩვენებს ჩამოკიდებულ კაცს. ფინანსების ნაწილში გეტყვით, რომ პირველ რიგში ძალიან ფრთხილად იყავით ნებისმიერ ხელმოწერასთან, ნებისმიერ წინადადებას, რასაც გთავაზობენ. არავითარ შემთხვევაში არ იჩქაროთ, თუ რაიმე არ იცით, კითხეთ ისეთ ადამიანს, თქვათ, ვინც იცის. იმიტომ რომ შეიძლება გახდეთ გარკვეული, რაღაც როგორი უფროსი არკანებია. და თან საინტერესო, ხო? შეიძლება გახდეთ რაღაც ესეთი ტყუილის მსხვერპლი, შეიძლება აბსოლუტურად, ხო? ეს როგორც გაფრთხილება, კიდევ რა შემიძლია გითხრათ ფინანსებთან დაკავშირებით? გარკვეული პროცესები გაიწელება ისე დინამიურად და ისე სწრაფად არ წავა, ვთქვათ, როგორც თქვენ ეს გინდოდათ. ხომ არ მოვიდა დრო ასევე ჩამოკიდებული კაცი გეუბნებათ, რომ საკუთარ ფინანსურ ენერგიას თვალი გადაავლოთ, სად რა მიდის, როგორ მიდის, ანუ ამოაბრუნოთ სიტუაცია, ხო? თავდაყირა შეხედოთ გარკვეულ, 12 არკანი რა არის, ხო? მისი მთავარი მნიშვნელობა არის სიტუაციის ხვანაირად დანახვა, ხო? სიბრძნის მიღება გარკვეული ტკივილისა და სადღაც მსხვერპლის ფონზე, ხო? რას ნიშნავს? თუ კი ახლა არის გარკვეული ფინანსური კითხვის ნიშნები, სირთულეები, გარკვეული საკითხები იწელება, გარკვეული საკითხები სიამოვნებას და ბედნიერებას ვერ განიჭებთ, ესეთი რამე შეიძლება იყოს, რომ ვთქვათ ფინანსური ენერგია, ოკეი, მაგრამ თვითონ შიგნიდან იყოთ ძალიან გადაღლილი, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში დრო მოვიდა, რომ გადააფასოთ საკუთარი ფინანსური ენერგია, გადახედოთ და ეცადოთ, რომ კი არ დაადანაშაულოთ, თქვათ, ვინმე, რამე, ამ თქვენს ფინანსურ გარკვეულ კითხვის ნიშნებსა თუ პრობლემებში, არამედ დაინახოთ სიტუაცია უფრო მეტად გლობალურად, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, რისთვის ხდება ეს ყველაფერი და ზოგადად რატომ აღმოჩნდით ამ კონკრეტულ ენერგიაში, ხო? 12 არკანი, თუმცა მეჩვენებს, რომ როდესაც მე-13 არკანში გადახვალთ, ანუ გაივლით აი ამ ტრანსფორმაციას, საბოლოო ჯამში მიხვდებით, რომ სამყაროს თქვენთვის ძალიან დიდი გაკვეთილი სწავლება სურდა და ნამდვილად გასწავლოთ ამ ყველაფრით, ასე რომ თუ კი რაიმე სიტუაციები იწელება, არც არაფერი არ დააჩქაროთ, აი რჩევა იქნება მიყვეთ ყველაფერს ისე როგორც არის და მოусმინოთ შინაგან ხმას, იმიტომ რომ ეს იქნება ყველაზე სწორი გადაფასება, შინაგანი ხმის მოსმენა, რაც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ საერთოდ გადააფასოთ თქვენი ფინანსური ენერგია. რატომ ხართ ასე, ვიზზე ხართ დამოკიდებული თუ ეს ასეა, რატომ არ ხართ დამოუკიდებელი, ხომ არ მოვიდა დრო რაღაცები შეიცვალოს.
ბევრი კითხვის ნიშნები გაჩნდება და ამასთან დაკავშირებით პასუხებიც უნდა მოიციოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პარტნიორული ურთიერთობები ვნახოთ. პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს შვიდიანების კვერთხები. რაც ნიშნავს იმას, რომ საკუთარი საზღვრები იქნება დაცული პარტნიორულ ურთიერთობებში, სადაც ძალიან მკაფიო იქნება თქვენი პოზიციები. თქვენი პოზიციები დაფიქსირებული, სადაც გასაგები იქნება თქვენსა და კონკრეტულ ადამიანს შორის, თქვათ, თუ კი გყავთ პარტნიორი, ხანდახან საჭიროა ხოლმე, ჩვენება. ხო, პარტნიორად, მაგრამ შეიძლება ადამიანები მერე ზედმეტად ვალდებულად გთვლიდნენ, სადღაც სარგებლობდნენ. მოკლედ, ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ საზღვრებს აუცილებლად დაიცავთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ მართალი ხართ ამ ყველაფერში, ანუ მართალი იქნებით ამ თქვენი საზღვრების დაცვაში. და სამყარო ნამდვილად იქნება თქვენსკენ და მოგცემთ ამის საშუალებას, რომ თქვენი პოზიციები გაამყაროთ და დაანახოთ ყველას, მათ შორის პარტნიორსაც, რომ თქვენ გაქვთ თქვენი პოზიცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და თქვენი პოზიცია არის თქვენთვის მართალი და თუნდაც იყოს გარკვეული საპირისპირო აზრები, თქვენს პოზიციას არ შეცვლით და არც უნდა შეცვალოთ, იმიტომ რომ თქვენი პოზიცია არის სწორი. ხოლო თუ კი მაგალითად ეს უბრალოდ თქვათ პოზიციების ამბავია, ხო? შეიძლება აქ იყოს ვთქვათ, თუ ეს ყოფილი ადამიანია, რომელსაც თქვენს რეალობაში უნდა შემოსვლა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აქაც საზღვრებია, ხო, ნაჩვენები, რომ არავინ არ შემოვიდეს თქვენს სივრცეში, მით უმეტეს ის ადამიანი, რომელმაც ვთქვათ, ერთხელ უკვე ან ბევრჯერ გატკინათ გული, ხო? და საერთოდ ზოგადად, აქ ამ ერთი კვირის განმავლობაში პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ყავთ, არ ყავთ, არ აქვს მნიშვნელობა, არის ეს მნიშვნელოვანი მომენტი. დაიცავი შენი საზღვრები, დაიცავი შენი სურვილები. შენ ეს გჭირდება, შენ მართალი ხარ, არ გქონდეს დანაშაულის გრძნობა და შენსას აუცილებლად მიიღებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? და ახლა ვნახოთ ჯანმრთელობა. რა ხდება, ესე იგი უკვე მესამე კვირა ჯანმრთელობაზე ამოდის ხმლები, ცხრიანების ხმლები. რა გითხრათ? გადაღლილ, გადაქანცულები ხართ, ნამდვილად გჭირდებათ დასვენება, ნამდვილად გჭირდებათ, რომ ძალა აღარ გაქვთ, ბევრს განიცდით, ბევრს ნერვიულობთ, ბევრს, ეს არის ფსიქოსომატიური პრობლემა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რა შემიძლია გითხრათ? ნევროზი, უძილობა, კოშმარები, შიშები, შფოთვები, ყველაფერი გადის ამ არგანის ქვეშ. და ჯანმრთელობის ნაწილში მაქსიმალურად გაუფრთხილდით შეძლების დაგვარად საკუთარ ფსიქიკას, დაიწყეთ რაიმე დამამშვიდებლები, მე მგონი ყოველ კვირა ამას გირჩევთ, მაგრამ რადგან ამოდის, ესე იგი ამ ყველაფერს ადგილი აქვს, ხო? დაიწყეთ დამამშვიდებლები, მცენარეული დამამშვიდებლები მიიღეთ. დედაბუნებამ დალოცულმა მოგცა ძალიან ბევრი საოცარი საშუალება, მცენარეული, რაღაც ქიმიები რო არ ყლაპოთ, მივიღოთ მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები, ხო? მაგრამ ადამიანი ხო ასეთია, უცებ უნდა შედეგი, უცებ უნდა რომ გაყუჩდეს, მაგრამ თქვენ ხომ იცით რომ ეს ასე არ არის. ამიტომ ჯობია რომ ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის ყოველ შემთხვევაში. ამიტომ ჯობია რომ რაღაცას კონკრეტულად მიყვეთ, ესე ნელი-ნელი ნაბიჯებით და საბოლოო ჯამში ერთ დღეში თუ არა, ყოველ შემთხვევაში ერთ კვირაში, ერთ თვეში მიიღოთ მშვიდი ნერვები და დაიმშვიდოთ და დაიწყმაროთ თუნდაც მცენარეული, ვთქვათ, წამლებით, ხო? ხანდახან ეს საჭიროა, მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად სტრესში არიან და სტრესულ გარემოში უწევთ ყოფნა. ძალიან კარგი და მოდით ახლა ვნახოთ გაფრთხილება. გაფრთხილება, რას გვაფრთხილებენ? გვაფრთხილებს სამყარო ამ ერთი კვირის განმავლობაში და ეს არის იმპერატორი. ნახოთ კონკრეტულად იმპერატორი რას ნიშნავს გაფრთხილებაში, რას ნიშნავს იმპერატორი, იმპერატორის ნაწილში გაფრთხილება რას ნიშნავს?
იმპერატორის ნაწილში გაფრთხილება ნიშნავს იმას, რომ ნახეთ ჩვენ აქ ამოგვივიდა კვირის ენერგია, რომ აი ესეთი სერიოზული ცვლილებები მიდის თქვენს ცხოვრებაში და ასე შემდეგ. ვიღაცისთვის ეს შეიძლება პირდაპირ ნიშნავდეს, რომ იმპერატორი ეს არის მეუღლე, ყოფილი მეუღლე, სამსახურში უფროსი, მოკლედ მამაკაცის ძლიერი ფიგურა, რომელიც მოდის შვიდიანების ხმლებით. რომელიც მოდის სადღაც ტყუილით, რომელიც სადღაც მოდის манипуляციით. ეს ეხება ახლა კონკრეტულ ადამიანებს, ხო? დანარჩენებსაც ავხსნი, რა შეიძლება იყოს ეს. მიხვდით ხომ? და თქვენ გეუბნებიან, რომ არავის და არაფერს არ მოусმინო, იარე შენი გზით. იარე შენი გზით. გამიგეთ ხო? გატრიალდით ზურგით ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არ იქნება რეალობა, არ იქნება გულწრფელი და არ იქნება ნამდვილი. ხოლო გარკვეული კი არა და ფაქტიურად დარჩენილი მსმენელისთვის, ვისაც ვთქვათ ეს კონკრეტული იმპერატორის საკითხი აქვს, შეიძლება სამსახურში უფროსი მამა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ვთქვათ შეეცდება, რომ როგორ აგიხსნათ, არა გულწრფელი მამას რატომ მამის ფიგურაც შეიძლება იყოს, ხო? არა გულწრფელობა მოდის. არა გულწრფელობა მოდის. იმპერატორი, რომელიც მოდის ისეთი ნაბიჯებით, რაც მას მოუტანს სარგებელს. მას გაუხსნის გზებს, მაგრამ არა თქვენ, სამსახურში უფროსი, მეუღლე, ყოფილი მეუღლე. ნებისმიერ შემთხვევაში გაფრთხილებენ, რომ იყავით ფრთხილად, 100-ჯერ გაზომნა და ერთხელ გაჭერით, იმიტომ რომ გარკვეული ნაბიჯები შეიძლება იყოს უბრალოდ манипуляციაზე და ტყუილზე აგებული. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ მსმენელს, ეს არის ის, რომ მოვიდა დრო დაასუფთავოთ და დაასტაბილუროთ თქვენს ირგვლივ სივრცე. უფრო მეტად მოაწესრიგეთ, უფრო მეტად კაცრი გახადეთ, სადღაც უფრო მეტად სტრუქტურული გახადეთ. იმპერატორი ასევე საზღვრებია, რა თქმა უნდა, და ეს ნიშნავს იმას, რომ ნახეთ, არიან თქვენს ირგვლივ ადამიანი თუ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ტყუილის გზით თქვენგან გარკვეული სარგებლის მიღებას. აღარ მისცეთ ადამიანებს ამის საშუალება და გატრიალდით ზურგით. აი ესეთი ის მოდის ინფორმაცია, ხო? იყავით უფრო მეტად მოწესრიგებული. იმპერატორი ასევე წესრიგია. მოაწესრიგეთ თქვენი პირადი სივრცე. დოკუმენტები მოაწესრიგეთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ასევე დოკუმენტებს ნიშნავდეს. ასე რომ ყველაფერი, რაც დოკუმენტებთან მოწერა, გაწერა და ყველაფერი უნდა იყოს 100-ჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით. ხო, ყველაფერი საჭიროებს თქვენგან 100 ყურს, 100 თვალს და ძალიან დიდ წესრიგს. კი, მესმის, რომ ეს ყველაფერი ფინანსურ ნაწილშიც, ემოციურ ნაწილში, ჯანმრთელობის ნაწილში ძალიან გადამღლელია, მაგრამ საბოლოო შემთხვევაში ეს აჩვენებს, რომ აუცილებლად თქვენი რეალობიდან წავა ის, რაც უკვე ზედმეტია. ძალიან ის არის, რა ქვია, ფორტუნას ბორბალი იყო წეღან დასტის ბოლოს, ძალიან ესეთი საბედისწერო კარმული პროცესები გექნებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში უმეტეს თქვენგანს, ამიტომ გაიკეთეთ უსაფრთხოების ღვედები, როგორც იტყვიან, მაგრად მოეჭიდეთ საჭეს და შეუდექით, დაადექით თქვენს ჭეშმარიტ გზას. მე კი დაგიმშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით.